ბევრი რაღაცა სახასიათო სცენები გავრცელდა ამ სამიძე, მათ შორის ერთ-ერთი ესე იყო, რომ სიძიფირმა წაიყვანა ბაღში და აჩვენა 300 წლოვანი ხე ტრამპს, ალბათ ამას თავისი ისტორიული კონტექსტიც ჰქონდა და ხაზი გაუსვა მის კულტურულ და ისტორიულ როგორც ცივილიზაციის პოლუსისა უპირატესობას, თუმცა ტრამპს სხვა რამე აინტერესებდა, საკმაოდ გულუბრყვილოდ დაუსვა კითხვა, რომ ჩემს გარდა აქ ვინმე ყოფილაო? დაახლოებით იმას გავს, ჩემამდე ვინმე ყოლია? და მოკლედ, მესიჯები ერთმანეთს აცდა, თუმცა საზოგადოებისათვის შეიძლება კომიკური მართლაც იყოს. ვიხილეთ ასევე სუფრაზე მსხდომი ილონ მასკი, რომელიც Huawei-ის აღმასრულებელ დირექტორთან სელფებს იღებდა. ასევე ვიხილეთ ესეთი კომიკური კადრი, როდესაც სიძიფირმა დატოვა საზეიმო ვახშამი, ტრამპი შეეცადა, რომ ის ფურცლებში ჩაეხედა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინური სოდა საკმაოდ რთულია და ბუნებრივია არ იცოდა და დაკეცა.